ბრიტანეთის საგარეო უწყების პასუხი თემთა პალატის წევრებისთვის უნდა იყოს ფაქტობრივად გაფრთხილება ყველა იმ კომპანიისთვის, ვინც გადაწყვეტს სანქცირებულ პროპაგანდისტულ მედიასთან თანამშრომლობას. ბარონესა კურანისგან მიღებულ კითხვას ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ჩაპმანმა უკვე უპასუხა და ის საკუთარ განცხადებაში წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს პოზიცია შემდეგნაირია, ისინი მკაცრები არიან მათ წინააღმდეგ, ვინც უკრაინის დესტაბილიზაციისთვის მოქმედებს და მათ შორის საქართველოში მოქმედი იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას იყენებენ. ბრიტანეთის პოლიტიკა ასეთია, როგორც შეერთებული შტატების, ისინი წინასწარ არ აანონსებენ სანქციებს, რათა არ შესუსტდეს მათი ეფექტი. ბრიტანეთის ეს განცხადება არის უკვე ოფიციალური ხასიათის და შესაბამისად გაჩნდა მოლოდინიც, რომ მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება ყველა ის პირი თუ იურიდიული პირი კომპანია, ვინც გადაწყვეტს მაშველრგოლად იქცეს სანქცირებული მედიებისთვის. თემთა პალატიდან გაგზავნილი მთავარი კითხვა ბარონესა კურანის მიერ იყო ის, თუ რა დამატებითი ზომების მიღებას აპირებს ბრიტანეთის მთავრობა იმისთვის, რომ პოზიტივის და იმედის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აღსრულდეს და რას მოიმოქმედნენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მათ დასახმარებლად მუშაობს. გაერთიანებული სამეფო მკაცრ პოზიციას იკავებს მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას, მათ შორის საქართველოში მოქმედი იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთთან ასოცირებულ დეზინფორმაციას იყენებენ. ჩვენი ხანგრძლივი პოლიტიკა არ გავაკეთოთ კომენტარი მომავალი სანქციების შესაძლო სამიზნეებზე, რადგან ასეთმა განცხადებამ შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა. ახლა უკვე თუ როგორ მუშაობს სანქციების სისტემა და მათ აღსრულებაზე რომელი უწყებები არიან პასუხისმგებელი. ბრიტანეთში რამდენიმე ასეთი უწყებაა გამოკვეთილი, ცალკე არსებობს უკვე სახელმწიფო ხაზინაში დეპარტამენტი, რომელიც მონიტორინგს იღებს საკუთარ თავზე, ეს არის სანქციების განხორციელების ოფისი, რომელიც აკონტროლებს, რომ სანქცირებულ კომპანიებს აქტივები გაეყინოთ, ასევე აკონტროლებს დარღვევების შემთხვევაში პროცესს და გამოიყენებენ ჯარიმებს ან მეორად სანქციებს იმ კომპანიების წინააღმდეგ, ვინც ეხმარება უკვე სანქცირებულ სუბიექტებს. რამდენიმე უწყებაა მოქცეული ბრიტანეთში ამ საქმიანობისთვის, შესაბამისად მონიტორინგი იქნება მკაცრი, ამის პარალელურად ადგილობრივ დონეზე მკვლევარებიც აპირებენ გააკონტროლონ თუ მაგალითად ვინ მიიტანს რეკლამას სანქცირებულ ტელეკომპანიებში. ეს ნამდვილად ვერ დაიმალება, ეთერში გასვლისთანავე ცხადი იქნება თუ ვინ რჩება კვლავ სანქცირებული სუბიექტების გვერდით და მათ მხარდასაჭერად. ეკონომისტები ამბობენ, რომ ყველა კომპანიამ უნდა გააკეთოს არჩევანი და თუ გადადგამს ნაბიჯს სანქცირებული იმედის და პოზიტივის დასახმარებლად, მზად იყოს იმისთვისაც, რომ მეორადი სანქციების ქვეშ აღმოჩნდება. ამიერიდან იმედი იქნება გამადიდებელი შუშით დაკვირვების საგანი, როგორც საქართველოში, რა თქმა უნდა, ასევე მის ფარგლებს გარეთ და არ დაიმალება ის თუ ვინ შეეცდება იმედის დახმარებას და გადარჩენას. ყველა სხვა ალტერნატიული გზა ჩაითვლება სანქციების გვერდის არიდებად. სანქციების გვერდის ამრიდებელი კომპანიები და ჩართული პირები პირდაპირ დადგებიან მეორადი სანქციის რისკის ქვეშ. მარტივად შეიძლება დაკარგონ ბიზნესი იმის გამო, რომ ეხმარებიან სანქცირებულ კომპანიებს ოპერაციის გაგრძელებაში. ეს არის მუდმივი პროცესი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესებულია, რომ მის მიერ დაწესებული სანქციები იყოს წონადი და შესაბამისად ისინი უყურებენ ვინ როგორ სანქციებს და ასანქცირებენ ამ პირებს. ახლა მიდის დროის გაყვანა, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ფარულად რეკლამის მიტანა არ გამოვა, რადგანაც რეკლამა გავა ეთერში და მიხვდება ყველა ვინ მიიტანა რეკლამა. აქ კითხვა არის, რა ფორმით მოხდა გარიგება და რა ფორმით მოხდა გარისწორება. ანუ მართლა შეიძლება რაც 100 წლით უკან დაბრუნდეს ტელევიზია, როცა ნაღდი ანგარიშწორებით, როგორც გამოჩნდა კიდევაც მოუწევს ანგარიშწორება თანამშრომლებთან, რეკლამის მიმტანებთან და ასე შემდეგ. თუ დღეს იმედი ბანკმა უნდა გადაჭრას ყველა პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ტელეკომპანია იმედი, მაშინ ის ვერ მოახერხებს ამ პრობლემების გადაჭრას, პირიქით
უფრო ახალ პრობლემებს შეუქმნის ქართულ ოცნებას, რადგანაც უკვე ეროვნულ ბანკსაც ჩააყენებს ძალიან ძიმე მდგომარეობაში. დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით ასეთი იყო განმარტება, თუ რის გამო მოაქცია ბრიტანეთმა ქართული კომპანიები იმედი და პოზიტივი სანქციების ქვეშ. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ნაწილი. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი ახლა მართლაც გამოდიდებელი შუშით აკვირდება პროცესს, რათა სანქციები ზედმიზევნით აღსრულდეს.